სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გეშინია ტაძარში რამე თქვა არასწორად გააკეთო, არ იცი სად და რა დადო, ხო ფიქრობ რომ აი სანთლით ლოცვა უფრო ძლიერია, არ შეიძლება იქ წასვლა, ესე იგი ამ დროს არ შეიძლება იქ გასვლა, ესე იგი შარვალი ის ყველაფერი არ ან შეიძლება უბრალოდ დადგე და შენი სიტყვებით ილოცო. ეხლა მარტივად ესე იგი ასე თქვა ავხსნით ამას. მეგობრებო, ეხლა შემოვიდა ხო ესეთი კითხვები და საერთოდ აინტერესებთ ხო ესე იგი სანთელი და ასე შემდეგ სადავანტო როგორ დავანტო. ეხლა სანთელი მაგია არ არის რა. სანთლის გარეშეც შეიძლება ლოცვა მეგობრებო. ესო იცოდეთ. შემდეგ შემოვიდა ესეთი კითხვა რომ მოუნათლავებისთვის შეიძლება თუ არა სანთლის დანთება. კი შეიძლება მოუნათლავებისთვის რომ სანთელი დაანთოთ. ესე იგი სანთელი ლოცვას არ აძლიერებს მეგობრებო, ეს უნდა ვიცოდეთ, ხო? და სანთლით ეხლა ღმერთს კი არ იყიდი თქვა და რაღაცა სანთელი ხატან ხო ანთება, ანუ ეს წმინდანის პატივისცემის ნიშანია, ხო? ანთებენ ახლობლებისთვის, ცოცხლებისთვის, გარდაცვალებისთვის, რატომ სანთელი? მეგობრებო, ნუ საერთოდ უნდა ითქვას, რომ სანთელი ახლა როგორც იწვის, ხო, ამბობენ ისე უნდა იწყოდეს ჩვენი გულხურვალეთო და ლოცვით და ვილოცო და ესე თქვა რწმენა უნდა გქონდეს, ხო, როგორც სანთელი იწვის, ხო? ეხლა რატომ სანთელი? ნახეთ, ძველად ელექტროობაში დენი შუქი არ იყო, ხო, და ტაძარში სინათლე მხოლოდ სანთლებისგან მოდიოდა, ხო, ტრადიცია დარჩა. ეს პატარა ალი ასე თქვა გულს აგროვებს, ლოცვას გიადვილებს უკაცრავად და ანუ ალი გახსენებს ასე თქვა ღმერთის რომ ეს ალი ხო და ღმერთი სინათლეა, ხო და მასში სიბნელი არაფერი არ არის. გასაგებია ეხლა კარგია და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, სანთელი უნდა დავანთოთ კი ბატონო, მაგრამ მას ესე იგი შეიძლება სანთელი რო არ დაანთო, შეიძლება ესედაც ილოცო, ხო? ეხლა ეს ერთგვარი რაღაცა შესაწირისავით კიდე არის ხო რა თქმა უნდა ეკლესიაში. ნუ ვიცით ეს ყველა, ხო უბრალოდ კითხვები არის და ეხლა სად შეიძლება ესე იგი რომ შეცდე, აი შეცდომა. არა, შეცდომა იმაში არა რომ სად დადო ეხლა დაანთო სანთელი. შეცდომა შენ საქციელში, მაგალითად აი მეგობრებო, ეს უნდა ითქვას, მე ჯვარი მწერია და კაცო ღმერთო მაპატია და შემინდე და ღმერთმა დაემფაროს ვინმე გავიკითხო, მაგრამ რაც არის იმას ვიტყვი. დღეს გავრცელებულია ჩვენ ყველა მოქმედ საქართველოს ტაძარში არის ესეთი რამ, რომ იგი წირვა დაიწყება, უკვე ხალხი დგას, ადამიანი დგას, ესე იგი მომზადებული არის იქ 15-20 წუთით ადრე მოვიდა წირვას ეკლესიაში, ტაძარში დადგა, ხო? და ესე იგი ემზადება, რაღაც ფიქრობს თავის ცოდვებზე, შეიძლება ესე იგი რაღაცას თხოვს, ემუდარება უფალს, რაღაცას ესე იგი ანუ უფალო შემიწყალე იესოს ლოცვით ლოცულობს, ესე იგი თავისუფლად არის, სხვაგან არის იმ მომენტში სხვაგან უნდა იყო, რა თქმა უნდა, არ უნდა იყო ამ პლანეტაზე, უნდა იყო უფალთა. ის კი არ არის იმიტირება და რა თქმა უნდა. ანუ რისი თქმა მინდა და ამ დროს ესე იგი შემოდის ესე იგი ადამიანი წირვა დაწყებულია და ანალოგიასთან მიდის და ესე იგი გამოკლავს, დაგარტყავს ხალხში და იმ ადამიანს ჩაემსხვება ყველაფერი და ვეღარაფერი ისედაც ვერ იკრიბავ გონებას, ისედაც გიჭირს ლოცვა, ისედაც ესე იგი ფიქრი ხო უფალს ელაპარაკო გულით და ის ესე იგი დაგარტყავს და დაიგრევა ყველაფერი. ეს არ შეიძლება მეგობრებო, ესე იგი თუ ესე იგი მე წირვა დაიწყო 15-10 წუთია ხო, ესე იგი თუ ესე იგი არ მივედი და არ მევთხრი იმ ხატს, всё დამთავრებულია ჩემი საქმე. ნუ რა არის ეს ხო რაღაცა სრულწმენა, ხო ეს ხო არ შეიძლება ადამიანს ესე იგი ეს ერთი ვთქვი მაგრამ რომ ესე იგი გაარტყავს მხარეს და მაგრამ იქ რამოდენიმეც არის ხო და რომ მიხვიდე ესე შენ ბოლოს შემოხვედი და წინ არის ხო ეს ხატი და შუაში დგას ყველა ტაძარში ხო ესე იგი რამდენი ადამიანი უნდა გაიარო რომ მიხვიდე და ესე იგი რამდენი შეაწუხო და ესე იგი აზრი დააბნევინო ხო შედალოცვილო დამთავრდება წირვა ესე იგი ზიარება ხო ზიარების წინა სამადლობელო წაიკითხავს სტიკაროს და მედავით სტიკაროსანი და მერე მიდი მერე ემთხრი ხაც მერე ნუ ეხლა მაგაზე აღარ საუბრობ რომ ეხლა ლოცვის წირვაზე რომ ესე იგი
ადამიანი წირვაზე დგას და ზიარების წინალოცვებს კითხულობს, ეს დაუშვებელია, ეს არ არის სწორი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ხო? მაგრამ ეს მოკლედ, ხო, ეს არ შეიძლება, რაც სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული ანუ ეკლესიაში, ესე იგი არის დღეს, ხო? აი წინა ზიარების წინალოცვების სახში უნდა წავიკითხოთ, ხალხო, სახში, გესმით? და არა წირვის დროს. წირვა ხო ხდებით ეს რა არის? სხვადასხვა მაქვს წირვის გამარტება 5 თუ 6 ნაწილისგან შედგება, იქ 15-20 წუთიანი არის და მთელი წირვის განმავლობაში რა ხდება, როგორ ხდება, რატომ ხდება, რისთვის ხდება, სამწუხაროდ უფალო შემიწყალე, მაგრამ ადამიანები წლობით დადის ტაძარში, 25, 30, 40 წელი დადის, მაგრამ არ იციან წირვის მნიშვნელობა, რაც არ არის თქვა კარგი. და მოკლედ ვისაც გავსურვი შევზანი და მოусმინეთ. ასევე რიგები ხო, ესე იგი ზიარების წინ, ესე იგი ზიარება რო იწყება და მიდის ბარძიმთან, ესე იგი ვერ ისვენებს ადამიანი, მიდის წუხა პირველი უნდა მივიდეს, პირველი თუ არ შემივიდა, წირვაზე რომ მივდივარ, ესე იგი სანამ მივალ ბარძიმზე რაც შეიძლება მეტი უნდა თქვა, უფალო შემიწყალე მე, უფალო შემიწყალე. და ჩვენ ესე იგი ვცდილობთ პირველ, ესე იგი სანამ თუ არ მიხვედი პირველი, ესე იგი ღმერთო შემიწყალოს და მომიტევოს მე საუბრობ რაც არის. ასევე იქ როდესაც მოვლენ თქვა ეკლესიაში და ესე იგი პირველ ესე იგი რიგში თუ არ დავდექი ადგილას, ესე იგი არ მიიღებს ღმერთი, არ შეეწირავს ჩემ ლოცვას. იქ ბოლოში რო დგას ის ხო ხდებით, მაგრამ რეალობა ეს არის და უნდა ამას გადავეჩიოთ ყველა. ხო? კიდე არის ესეთი რამ ამბობენ რომ შემოვიდა კიდე რომ გასაგებია ადამიანი რომელიც შედის წლობით დადის ხო ეკლესიაში ასე ვთქვათ ეკლესიურია და შეიძლება ადამიანი შარვით შემოვიდეს ხო ქალი ან იმის გარეშე და ან რაღაც შორტებში კაცი მამაკა ან რაღაცა და ეუნება ეს ეს არ შეიძლება ეს როგორ გააკეთე იქ არ შეიძლება დანთებას ეს იქ უნდა დაანთო იქ უნდა მოხვიდე ეს ასე არ ეს არ შეიძლება ეს ხალხო ეს არ შეიძლება ეს დამღუპელია ჩვენი სულისთვის დამღუპელია მიუღებელია რატომ იმიტომ რომ მარტივი მიზეზის გამო შენ გასაგებია იქ ხარ მაგრამ ეხლა ადამიანი შეიძლება პირველში შეიძლება 60 წლისა ის ადამიანი ან თუ უნდათ 35-ის არ აქვს მნიშვნელობა პირველში შემოვიდა ტაძარში გადაწყვიტა დიდებაობას რომ მივიდეს ტაძარში და მივიდა და ესე იგი შენ ესე იგი დაბრკოლებ მაგას ხალხში უნები ესეთ რაღაცის გაიქცევა წავა ეს ადამიანი და აღარასოდეს არ მოვა გესმით აღარასოდეს არ მოვა და შენ მერე სად მიდიხარ აი შენ მერე სად მიდიხარ ამ ხო დაყოფე ეს ადამიანი ხო ანუ ქრისტესთან არ მიიყვან ხო ხდებით ჯვარი წერია ყველას ანუ თუ კი ბატონო ვიმეორებ უნდა მიდი ჩუმად ყურში უთხარ ყურში აი ეს ჩუმად თქვი რომ არავინ არ გაიგოს აი ყურში უთხარი ჩუმად რომ მოწიწებით სიყვარულით პატივისცემით რომ ესე იგი ხო ხდებით ეხა თბილად უთხარი ასეთი შემოვიდა კიდე შეიძლება შენ სანთელს ჯადო გაუკეთონო არა რა თქმა უნდა ტაძარში ჯადოქრობა არ ხდება ტაძარში ღმერთი არ დაუშვებს მაგას მშვიდად დადეთ ესე იგი სანთელი დაანთე ხო კიდე ეს არის ესეთი რამე რომ გავარდ ესე იგი წირვა მიდის იქ ქადაგება მიდის და ესე იგი ამბავი მიდის და ესე იგი ადგას და იქ უნდა მაიდამაის ღვთისმშობელს კანდელს უნდა დაანთოს ესე იგი სანთელი და ესე იგი აწუხებს ეს მეორეს მესამე ესე იგი იმ დროს ვარ დაანთოს всё დაინგრევა ესე იგი მისი არ მინდა გაგრძელება მე მგონი გასაგებია ხო რაც ვილაპარაკი და აღარ გავაგრძელებ იმიტომ რომ არ მინდა ანუ რაც საჭირო იყო მე მგონი ყველა თემას შევეხე თუ კიდე ერთი აგერ აი მოუნათლავებისთვის შეიძლება დიახ შეიძლება მათზე ლოცვაც შეიძლება ესე იგი განსაკუთრებით იმის ესე იგი რომ ღმერთთან მივიდნენ ხო ცოცხლები ვიც არიან ესე იგი შეიძლება რომ ილოცო შეიძლება ათეისტი იყოს შეიძლება ილოცო მისთვის რომ მიიყვანო უფალთან ხო მაპატიეთ ბოდიშს გიხდით ემოციებისთვის ზოგადად
მაგრამ ასე არის და ამას თუ დავუძლებთ, უნდა ამაზეც ვიფიქროთ და ესე იგი ყველაფერს აქვს მნიშვნელობა წვრილმასაც და ესე დიდსაც და პატარას და პატარადან დავიწყოთ გამოსწორება და უფალი მერე მოგწევს ძალას რომ გავიმარჯვოთ დიდზე. გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მოგცეთ მეტი სიყვარული, მეტი ესე იგი თავდაბლობა, აკეთეთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, მოწყალება გაიღეთ, დაეხმარეთ ყველას, ვისაც იცნობთ, არ იცნობთ, უანგაროთ, ქარეთ იქნება გაჭირვებული, თუ პატიმარი იქნება, თუ ესე იგი მეზობელი, თუ თანამშრომელი, თუ მოკლედ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ როგორც ვამბობ ხოლმე ხშირად, დავაგროვოთ ყულაბა გავხსნა და დავაგროვოთ ჩვენი საქმეები, ჩავაგდოთ ხოლმე ყულაბაში და იქ დახვდება მერწმუნად, იქ დახვდება ჩვენ ეს ყველაფერი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა დიდი და გაიხარეთ. ბოდიში გაიხარეთ და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.